საღამო მშვიდობისა, ოშკი, იშხანი თუ აზიზიეს მეჩეთი დისკუსია და კამათი ამ თემის ირგვლივ 2 წელია მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მას შემდეგ რაც კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ისტორიული ძეგლების რესტავრაციის შესახებ თურქეთის სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებზე საბოლოო შეთანხმება უკვე არსებობს. მართალია დოკუმენტი ჯერ ხელმოუწერელია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ქართული მხარე ოშკისა და იშხანის რესტავრაციას დაიწყებს, სანაცვლოდ კი ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება, ახალციხეში კი ახმეტის მეჩეთის რესტავრაცია მოხდება. საპატრიარქომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არაერთხელ გამოხატა. ჩართული იყოს მოლაპარაკებებში საპატრიარქო, როგორც კონკორდატის მიხედვით მართლმადიდებლური ეკლესიების მესაკუთრე. ამ განცხადებების მიუხედავად ხელშეკრულების დეტალები, როგორც საპატრიარქოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება. სწორედ მისი განსაჯაროების თხოვნით საპატრიარქომ ინტერრელიგიურ ჯგუფს, რომელიც საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს აერთიანებს, მხარდაჭერისთვის მიმართა. ამ თხოვნაზე ინტერრელიგიურმა ჯგუფმა საპატრიარქოს დღეს უარი განუცხადა. ვისთვის რა საფრთხის შემცველია ეს ხელშეკრულება? საკმარისად მოხდა თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა? რატომ ითხოვს თურქული მხარე მისთვის ისტორიულ-კულტურული ღირებულების ნაკლებად მქონე მეჩეთის მშენებლობას და რატომ არის პრობლემატური საპატრიარქოს აზრის გათვალისწინება როგორც ხელშეკრულების საჯაროობაზე, ასევე ლაზეთის მხარეში ქალაქ არდაშენში მცირე ზომის ბაზილიკის აღდგენა ამოქმედების შესახებ. თია გოგოტიშვილი და ლევან ჩოლოყაშვილი საუბრებენ ამ თემებზე. მე ვარ თია სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან საპატრიარქოს წარმომადგენელი ქალბატონი თია გოგოტიშვილი და კოალიცია ევროპული საქართველოსთვის წევრი ბატონი ლევან ჩოლოყაშვილი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით დაიღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. დღეს გაიმართა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მინდა გახდეს საჯარო, გაიმართა შეხვედრა ინტერრელიგიურ ჯგუფთან, ესე რომ ვთქვათ, თქვენი საპატრიარქოს ერთგვარი მხარდაჭერის თხოვნის საფუძველზე. ჩამოყალიბებული იყო 3 წინადადება, მე მინდა რომ იცოდეს საზოგადოებამ ამის შესახებ, კონკრეტულად რის მხარდაჭერას თხოვდა საპატრიარქო ინტერრელიგიურ ჯგუფს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს საქართველოში. პირველი, საჯარო გახადოს ხელისუფლებამ საჯარო გახადოს ხელშეკრულების სამუშაო ვერსია და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მის შესახებ. მეორე, უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობა. მესამე, უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 73 დადგენილებით შექმნილი კომისიის გამართული და საჯარო მუშაობა. ნათქვამია განცხადებაში. ქალბატონ თია, რა იყო მიუღებელი? პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელ ჩვენ ერს მიუსამძიმრო საქართველოს დაკარგა ძალიან სერიოზული მეცნიერი ანთროპული გენეტიკის მსოფლიო სამეულში შემავალი სპეციალისტი ივანე ნასიძე, რომელიც ლაიფციგში გარდაიცვალა და დღეს იყო მისი დაკრძალვა, ამაზე სიუჟეტიც იქნება და მე ღრმა მწუხარებით გამოვთქვამ ჩემს თანაგრძნობას. რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულ თემას, ზუსტად ამ ძიმე დღეს დაემთხვა დღევანდელი ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრა, სადაც უკვე მეორე შეხვედრა იყო ეს და არა პირველად არ დაყენებულა ეს საკითხი. დიახ, ჩვენ დავაყენეთ საკითხი თქვენს მიერ ეხლა გახმოვანებულ თემებთან დაკავშირებით, ასევე აქ იყო მეორე თემა, ახოსპირელის ქუჩაზე არსებული ეკლესიის გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით. დიახ, მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ეს ორი თემა, ასე ვთქვათ, ეს ორი საკითხი, რომელიც სამუშაო დღის წესრიგში იყო დაყენებული, ორივე თემა დღეს ვერ გავიდა და საბოლოოდ ახლა სხვა ჟურნალისტებმა, თქვენმა კოლეგებმაც გამოხატეს ინტერესი ამ საკითხებთან დაკავშირებით და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს თემა, რა თქმა უნდა, დახურულია უკვე ორგზის განხილვის შედეგად უარის მიღების გამო და ანუ გასაგებია, მაგრამ რა იყო კონკრეტულად, რომელი საკითხი იყო იმის მიზეზი, რომ მხარდაჭერილი არ იქნა ეს წინადადება? რაც შეეხება აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას, აქ იყო საკითხი დასმული ძალიან მარტივად, როგორც თქვენ უკვე გაახმოვანეთ, არ მინდა დრო ამასთან დაკავშირებით კიდე წაგართოთ და საუბარი იყო უმცირესობების მხრიდან იმ ორ საკითხზე, რომ პირველი ისინი, რადგან არ არიან თვითონ იურისტები, არამედ არიან ასე ვთქვათ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, მათ არ შეუძლიათ
შეუძლიათ დადასტურებით განაცხადონ, რომ ეს თემა არის საჯარო მსჯელობის თემა. ანუ სხვაგვარად ვთქვათ, რომ საიდუმლო გრიფი, რომელიც ადევს ამ საკითხს და სპეციალურად ესწრება ყოველთვის ინტერრელიგიურ ჯგუფს იურისტი, რომელსაც პირდაპირ მოაქვს ამონარიდები კონსტიტუციიდან და მან დღესაც გაახმოვანა ეს მუხლები, რომ კულტურული მემკვიდრეობის საკითხები არ შედის საიდუმლო გრიფის თემატიკაში აბსოლუტურად ეს ერთი და მეორე კულტურული მემკვიდრეობის და კულტურული ძეგლების საკითხები ისევ კონსტიტუციის მიხედვით არის ის თემატიკა, რომელშიც საპატრიარქო იღებს მონაწილეობას და მათ ბრძანეს, რომ არც ერთი და არც მეორე არ არის ამგვარად მათთვის სარწმუნო არგუმენტი, რადგან თვითონ არიციან როგორ შეიძლება ინტერპრეტირდეს ესა თუ ის მუხლი, რომელზედაც იურისტი თავის ასე ვთქვათ მტკიცებულებებს წარადგენდა და ამის გამო გადაწყვეტეს, რომ არ დაუჭერონ ამას. კაპიტონთია, მინისტრი საუბრობდა იმის შესახებ, რომ როგორც კი ხელშეკრულება იქნება ხელმოწერილი, მისი განსაჯაროებაც მოხდება. თქვენთვის ესეთი მიდგომა მეუღებელია? ჩვენ ვთვლით, რომ ისევ და ისევ, რადგან კანონმდებლობის მიხედვით კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით დისკუსია, მსჯელობა ამ საკითხის ირგვლივ კონსულტაციებში მონაწილეობა უნდა მიიღოს საპატრიარქომ, ეს ერთი და მეორე ეს არის მინიმუმ საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვის, რომ უბრალოდ ადამიანებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, ვთქვათ, კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით, რა შეთანხმებები მზადდება სახელმწიფოებს შორისი ხელმოწერის კონტრაქტის დადების წინაპირობის სახით. არც ერთი ეს საკითხები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, არ იქნა, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული და ეს ერთადერთი ეს იყო ის თხოვნა, რითაც თქვენ წარვდექით. მოდით ბატონ ლევოს ვკითხოთ, ამ სამ თხოვნაში, რომელიც ჩამოყალიბებულია პუნქტების მიხედვით. ერთი შეხედვით ძალიან უწყინარი პუნქტებია ბატონ ლევან. თქვენთვის ერთი შეხედვით. რა ვიცი, მეორე შეხედვით როგორი ჩანს? მეორე შეხედვითაც უწყინარია. გისმენთ რა კერძო როგორც უწყინარია, ერთითაც და მეორე შეხედვითაც. თქვენთვისაც ესე დგას ეს საკითხი, რომ პრობლემას ვერ ხედავდით მაგალითად იმაში, თუ ხედავთ თუ არა პრობლემას იმაში, რომ მოხდეს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით განსაჯაროება ხელშეკრულების და იყოს ჩართული. მეტი რა განსაჯაროება უნდა მოხდეს. აქ არის საუბარი. იცით დეტალები ამის შესახებ? მე ვიცი ის მთავარი, რაზეც არის საუბარი, რაც იცის მთელმა საქართველომ, რაზე არის საუბარი და უკვე ყველა საინტერესო ის არის, რომ ამ თემაზე მუშაობა მიდის, მინიმუმ 1 ათეული წელია. შეიძლება რამოდენიმე წლით მეტი ნაკლები არ მინდა რომ შევცდე. დაახლოებით 2000 წლის მიდამოებში იყო აქტიურად ამაზე საუბარი. როდესაც ხდებოდა გარკვეული ხელშეკრულება სახელმწიფოთა შორის და ყოველ ჯერზე ვერ მოხერხდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. და ყოველთვის იყო რაღაც გაუგებარი რაღაც პოზიცია, როდესაც რა ვიცი, რაღაც შიშები იყო, საპატრიარქოსთან იყო, დიახ, რაღაცნაირად რომ მოხდებოდა საქართველოსთვის საზიანო და ქართული ეკლესიისთვის საზიანო ქმედება იქნებოდა. მაშინ როდესაც ლაპარაკია უნიკალური ძეგლების გადარჩენაზე, ამას სხვა შორის არავინ უარყოფს საბედნიეროდ, რომლის ანალოგი საერთოდ არ არსებობს ოშკი და იშხანი, ხო? ამ საუბარში, ამ წელიწადში იქ ძალიან ბევრი დაზიანდა. და გარკვეულწილად ის, ვინც ამ მოლაპარაკებას აფერხებს და მიაჩნია, რომ ეს არის რაღაცა კოლოსალურად მეუღებელი, ვთქვათ, ისეთი აბსურდული დათმობა, ვთქვათ, და მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არავითარი ისეთი საშუალება ამაში არ არის. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით პირველ რიგში. რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ ჩვენ ვართ სეკულარული ქვეყანა და ვაშენებთ სეკულარულ ქვეყანას და არა ვართ რაღაც ფუნდამენტალიზმზე ორიენტირებული, ხომ? ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ის კულტურული მემკვიდრეობა, რაც ჩვენ შევხვდა, ვალდებული ვართ და მოხდა საზღვრის იქით, სხვადასხვა გარემოებების ისტორიული გამო, რომ შევინარჩუნოთ და ვიზრუნოთ მასზე. ამის შესახებ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი და ამ გაჭიანებულ მოლაპარაკებებში ეს ძეგლები ინგრევა და დანგრევის პირას არის მისული და შეიძლება ჩამოინგრეს კიდევაც. მე თუმეტეს მოგეხსენებათ სეისმურ ზონაში ცხოვრობ. მე პატრონი იურიდიულად ვინ არის? თუ შეიძლება დავამთავრებ ამას. ამ მოლაპარაკებაში, რომელიც სახელმწიფოთა შორის უკვე შევიდა ძალიან აქტიურ ფაზაში და მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან გადარჩება ეს ძეგლები.
რომლის ტოლფასი არაფერი არ არის, თქვათ ისეთი, რომ თქვათ შეადარო თავისი უნიკალურობით, ხო? არ დავობთ ამაზე არავინ. ხო, ამაზე არ დავობთ. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს თუ არ დავობთ, მაშინ რატო ესეთი გასაიდუმლოებული ეს ხელშეკრულება? რითიც საიდუმლოა, ხალხი ასაუბრობს, რატო აგერებს? მიწიზირება ეს დამახასიათებელი არის საერთოდ, როდესაც აი ესეთ რაღაცა გრიფით გასაიდუმლო, არაფერი გასაიდუმლოების დეტალები თქვა. თავარი მე მოგახსენეთ რაც არის, ხო? აი ხლა მიდის რაზე საუბარი, რომ აზიზია იყო სისხლის სმელი, ეს არის ცოტა მოგვიანებით მე მაინტერესებს რა. არა, ეს მნიშვნელოვანია, ამის გაბუქება ხდება. არა ვუვლით გვერდს, ბატონო, გაძლევთ პირობას, უბრალოდ ძალიან შეცდომაში შეყავთ საბჭოთა ისტორიოგრაფების მიერ შექმნილი რაღაც ყალბი ისტორიის კოპირება ხდება. მაინც ხელშეკრულების დეტალები არის იცით ის რაც მაგალითად მედიისთვის და საზოგადოებისთვის არის. ის რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის ის ვიცი, რომ ოსკის და იշխანის გადარჩენა. აი ეს არის ყველაზე მთავარი. საპატრიარქოსთვის არ არის მთავარი ოსკის და იշխანის გადარჩენა? დიდი მადლობა. და ვინმე უნდა აიღოს პასუხისგებლობა ამაზე, თუ ისინი ჩამოინგრევენ. კი ბატონო, ისმენთ ბატონო. საქმე იმაში იმან ვინც ამას აჩერებს. ერთი წუთი ბატონო. საქმე იმაში გახლავთ, რომ დღევანდელ ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე იყო კულტურის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი. ყველა კომენტარი ნებისმიერი მხარიდან გამონათქვამი არის დაფიქსირებული. მან ბრძანა, რომ არავითარი დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ არის ცნობილი. მან ისიც ბრძანა, რომ მოლაპარაკება არის იმ ეტაპზე, როდესაც გარკვეული საკითხების ესე დაზუსტებაზე საერთოდ ლაპარაკი შეიძლება არ იყოს. ამიტომ მე ბოდიშის მოხდით თუ ბატონ ლევანს რაიმე საგანგებო ინფორმაცია აქვს, მე ვერ მოგახსენებთ, მე ოფიციალურად კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ზოგადად ეს ინფორმაცია საქმე იმაშია, რომ ოფიციალური პირი კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ მისი გამონათქვამი, ის სპეციალურად იყო დღეს მოვლენილი ამ ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ კონკრეტიკაზე, დეტალიზაციაზე და რაღაც საკითხების მკაფიოდ დღეს განსაზღვრაზე ლაპარაკი არ არის. ეს პირველი საკითხი, რაც თქვენ ბრძანეთ. მეორე საკითხი, ძალიან ხაზგასმით მინდა ავღნიშნოს. ჩვენ შეგვიძლია ახლა ნებისმიერი თემის ინსინუაცია დავიწყოთ, ჩვენი პირადი, ასე ვთქვათ, შეხედულებები, ვთქვათ, რომელიმე ისტორიკოსის თუ სხვა, ასე ვთქვათ, ისტორიული წყაროს მიმართ გამოხატოთ, ეს სხვა თემაა. დღევანდელ დღის წესრიგში იდგა ის საკითხები, რომელზედაც ახლა მოგახსენებთ და აქ დგას ახლა როგორც ოფიციალურ პოზიციას მოგახსენებთ საპატრიარქოსი, თუმცა მე როგორც მოქალაქე და ვთქვათ, გარკვეული პროფესიის მქონე ადამიანს შეიძლება ჩემი შეხედულებებიც მქონდეს, მაგრამ აქ მოგახსენებთ საპატრიარქოს პოზიციას. მარტივი, ძალიან თანასწორ, პარიტეტულ საწყისებზე გაცვლის პრინციპი, რომელზედაც მე მგონი, რომ საერთოდ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება კონტრარგუმენტი ჰქონდეს. ეს არ არის პარიტეტულ საწყისზე მიღებული შეთანხმება, ხაბატონო. ვილაპარაკებთ მარტივად, არავინ არ არის წინააღმდეგი ამ კონკრეტული სახელწოდების და ეს ისტორიული მეხსიერების თემა კიდე სხვა თემაა აბსოლუტურად. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე არავინ არ არის წინააღმდეგი, თუ კი მათ შორის და ამაში ოფიციალურ განცხადებაშია. თუ მოხდება ესეთი მოსაზრებები, რომ აზიზიეს სისხლის მსმელი მისი სახელობის პროტესტის ნიშნად ერთი წუთით ბატონო ლევან როცა ეს იქნა განეიტრალებული მე უკვე ეს თემა ამოიღეს რომ აღარ არის ეხლა აღარ არის ეს პროტესტის ნიშნად მე თქვენ არ გაწყვეტინებთ და ძალიან გხოთ შევინარჩუნოთ აბსოლუტურად არსებითად მე ვარ დღევანდელ ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრის თემაზე მოსული მინდა ამ საკითხზე ამოვწურო და თუ გინდათ მე სხვა თემებზე ვილაპარაკო მოგახსენებ თუ შეიძლება დავასრულებ და დიდი სიამოვნებით არავითარი პრობლემა არ არის. ლაპარაკია მე როგორც ოფიციალურ პოზიციას ვახმოვანებ, მე არ მაქვს უფლება, რომ ჩემი ახლა პოზიციები თვითონ სამოქალაქო გავახმოვანო. აქ ლაპარაკია პარიტეტზე. თუ ჩვენთან აშენდება ან რესტავრირდება ეს მეჩეთი, საქართველო ასევე ითხოვს, ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ითხოვს ერთზე გაცვლის პარიტეტის პრინციპზე. გაცვლა არ არის ოშკის და იշխანის აღშენება, რეკონსტრუქცია ქალბატონო თეა. იცით რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ აქ არის ძალიან მარტივი საკითხი. ოშკის და იշխანის აშენება და რესტავრირება ეს არის ის თემა, რომელიც არის ძალიან დიდი ხანია ლაპარაკის და დისკუსიის რეჟიმში. სინამდვილეში ამასობაში ინგრევა ეს. კი ბატონო, ინგრევა, მაგრამ აქ არის კონკრეტულ
მაცულაზე ლაპარაკი. რახან არის კონკრეტულად აზიზიეს მეჩეთზე ლაპარაკი, საპატრიარქოს აქვს თავისი თქვენი პასუხი. ხალხობა თიანი იკითხავ, არ არის ეს აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა საპატრიარქოს მხრიდან არ აღიქმება როგორც გარკვეული საფრთხე აჭარაში. რა თვალსაზრისით საფრთხე? როდესაც საუბარია მეჩეთის მშენებლობაზე, მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ აჭარაში 184 მეჩეთია უკვე აშენებული და კიდევ ერთი მეჩეთის მშენებლობა არ ვიცი რა საჭიროებას წარმოადგენს ამ შემთხვევაში. ესეთი მოსაზრებებიც ისმის. საპატრიარქოს აქვს თუ არა ესეთი დამოკიდებულება? მშენებლობა არის ახლის აშენება. იქ იყო ეს მეჩეთი და იმის აღდგენა რესტავრაციაზე. ხელახლა აშენება. ეს იყო ხის ნაგებობა, ესეც ხო ცნობილია ბატონო. მოდით ესე ვთქვათ, ხო? იქ იყო, რომელიც აღარ არის და იმის აღდგენაზეა. მშენებლობა არისახლიდან აშენება, ვთქვათ. მშენებლობაა, რა თქმა უნდა, ესეც, მაგრამ აღდგენა. კულტურის სამინისტროც საუბრობს მშენებლობაზე. კი ბატონო, ხო, მაგრამ დავაკონდეთ ინტერპრეტაციას. ეს არ იყო, ესე რომ ვთქვათ, კულტურული ღირებულების ძეგლი ესეთი. ვისთვის არის განგრეული ხვავიდან აშენება თუ აღდგენა. ჩვენი თანამოძღვრე მუსულმანი ქართველებისთვის, რომელიც რატომღაც ძალიან სამწუხაროდ გამეფებულია ესე რომ რაღაცნაირად ხდება გაუცხოებისკენ არის ტენდენცია რომ ქართულ იდენტობაში ქართველი მუსულმანი არ ჟდება რაც ყოველად სამარცხვინო და მეუღებელია არის თქვენი აზრია ეს ჩემი აზრია გამომდინარე თქვენი ქმედებიდან სადა კონკრეტული ფაქტი ჩვენი ქმედებიდან ის ხალხი ვინც მე მაინტერესებს თქვენი შეხვედრა დღეს რატო დატოვა მუსულმანური თემის ხელმძღვანელმა მუფტიამ თუ შეიძლება რომ პროტესტის ნიშნად რატო დატოვა? კი, მივცეთ საშუალება. ერთი წუთი. სამწუხაროდ მოხდა ასეთი ვითარება, ჩვენ ვჯელობდით ამ კონკრეტულ საკითხებზე. არაერთხელ იყო კოორდინატორის და მიერ მითითება, რომ ჩვენ არ გადაგვეხვია სხვა თემებზე, ეხლა როგორც ბატონ ლევანს სურდა ვთქვათ, ისტორიული მეხსიერების და ისტორიული ფაქტების წინ წამოწევა, ეს თემები არ არის ხოლმე ძალიან მტკივნეული საკითხებია, სენზიტიური. ამასთან დაკავშირებით სამსჯელო არ იყო რეგლამენტი ქონდა 1 საათი. მოხდა ისე, რომ მაინც წამოიწია წინა პლანზე თემები, რომ იმიტომაც, ახლა მე არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი და წამოვიდა წინა პლანზე ასეთი საკითხი. არ დავასახელებ, რომელი რელიგიური უმცირესობის მიერ იყო ეს იმპულსი, ასე ვთქვათ, იმპულს ბიძგი ვისგან ქონდა, მაგრამ გაჟღერდა აზრი, რომ დიახ, იმიტომ არის ეს თემა გასაიდუმლოებული, რომ სახელმწიფოს აქვს მოლოდინი, რომ ხალხი გააპროტესტებს ამ ტაძრის აშენებას და ჩემი აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა იყო როგორც მოქალაქის. ხო არ შეიძლება ყველაფერი ვთქვათ, მაინდა-მაინც ოფიციალური პოზიციიდან ვილაპარაკოთ და მე შეკითხვა დაუსვი, კი, მაგრამ თუ კი არსებობს საკითხი, რომელიც პლურალიზმის ფარგლებში სხვადასხვა მიდგომებს და სხვადასხვა პოზიციების გამომჟღავნების რისკს ბრჭყალებში ატარებს, ესე იგი, ის საკითხი არ უნდა წამოიჭრას და გასაიდუმლოებულ იდუმალების ვითარებაში ავტორიტარულად გადაწყდეს. ჩვენ დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე ვითხოვთ თქვენ მხარდაჭერას და მეტი არაფერს. და შემდეგ წავიდა უკვე დისკუსია თემებზე, რომ აი ჩვენც გვინდა იმის აშენება და სხვა ეკლესიის აშენება და ჩვენც გვინდა რომ მოგეცეს ამის საშუალება და რაზედაც ვთქვათ, მე გამოვხატე ის აზრი, რომ ეს სხვა ეკლესიების აღშენებლობა არ უკავშირდება კონკრეტულად იმ ვთქვათ პერსონაჟს, რომელიც ან ისტორიულ პერსონაჟს, რომელიც იყო აზიზიე, რომელზედაც ისტორიული ფაქტები სამწუხაროდ მარტო საქართველოსთან დაკავშირებით არა საბერძნეთში ქრისტიანობის ჩახშობა, ქრისტიანების გენოციდის ბავშვებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ გამიღწია, მაგრამ მე მინდოდა მეთქვა, მაპატეთ ერთი წუთი. იყო ბატონო ქრისტიანობის ბავშვების გენოციდი? ერთი წუთი თუ შეიძლება, ეს არის ისტორიული ფაქტი, რომ კერძოდ აი ამ ადამიანის ასე ვთქვათ, ფუნქციონირების პერიოდში ბულგარეთშიც და კრეტას კუნძულზე ძალიან ძიმე სისხლიანი ღრმა, მაგრამ ერთი წუთი მაპატეთ, ერთ წუთი გავასრულებ რა.
არავითარ შემთხვევაში, მაგრამ სამწუხაროდ ამის დაბოლოების საშუალება არავის არ მიცემია, იმიტომ რომ რატომაც თითქოს ეთეში თავეჭრილება იყო, რომ ეს თემა იყო მოლოდინის რეჟიმში, რომ დაეტოვებინა ვინმეს ეს კრება. რაზეა ლაპარაკი, რომ იგივე ჩინგის ხანი იქნება თუ აღა მაჰმად ხანი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იდენტიფიცირდეს, თქვათ, მუსლიმურ აღსარებლობასთან. ხო, ესენი არიან კონკრეტული ისტორიული პერსონაჟები, რომლებთანაც დაკავშირებულია კონკრეტული ქვეყნის რაღაცა მძიმე ისტორიული გამოცდილება. რა შუაში ამის განზოგადება? ხო, მაგრამ აზიზიასთან დაკავშირებით ესეთი ხაროთ, მოგახსენებთ საერთოდ არ არის. ალბათ ამ არ იცის ალბათ, რომ ძალიან ბევრ ქალაქში, სოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ну თავისთავად თურქეთის გარდა, აზიზიეს მეჩეთი არის რუმინეთში, არის ლონდონის ცენტრში, არის ბულგარეთში, სოფიაში, არის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კაროლინაში. გამიგეთ, ეს არ იყო სისხლისმცემელი, ეს არის საბჭოთა ისტორიოგრაფიის გაყალბების პროდუქტი, რომელიც გაჟღერდა თქვენ შეხვედრაზე და შეურაცხყოფილმა მუფტიამ დატოვა ექაურობა. ეს არის სამარცხვინო გასაგებია. ეს ძალიან უხერხული არის. რატო არის უხერხული? იმიტომ რომ უზარმაზარი ბევრია ჩვენი თანამოქალაქეები. ამის არ შეიძლება, არა. მაპატიეთ რა, ეს არის ფაქტი და ეხლა თუ ამას შეალამაზებთ ესე იდენტიფიცირება. იცით რა, კარგ მთქმელს ყოველთვის ჭირდება კარგი გამგონი. გეთახმებით. კონკრეტულად გიფიქსირებთ, რომ კონკრეტული ისტორიული პერსონის გაიგივება იმ ისტორიაში გარკვეულ რელიგიურ აღსარებლობასთან თუ ზოგადად რელიგიურ აღსარებლობასთან საერთოდ უმართებულობა. ეს ეხლა ამეტავზე. ის რომ ვიღაცა ასაგებია. ბატონებად, ჩვენთვის თავარი ეს სხვა საკითხია. საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია გაახოვანა ქალბატონმა თეამ, რომ უშუალოდ აზიზის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მას არ აქვს არანაირი პრობლემა. პარიტეტული გაცვლის, თანასწორი გაცვლის არა. არ გინდა შეურაცხყოფილი გაცვლის თქვენ ბრძანეთ, არა, რეალშუაში შეურაცხყოფა. სიტყვების თამაში არის. თქვენ ბრძანეთ ასეთი რაღაცა, რომ ესე იგი სისხლის მსმელი და ასე შემდეგ და პირველ ეტაპზე როცა დაიწყო, აი ახლა ბოლოს აგორებული თემა. ეს ფიგურირებდა ხშირად. ეს იყო ბლოგებში, საიტებზე, როდესაც ბლოგები და საიტები ხო საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია თუ ვერ გამოდგება ბატონო. თუ რამოდენიმე ვებგვერდი არის, რამოდენიმე ძალიან ბევრი. როდესაც გამოყვანილი არის აზიზია როგორც ერთ-ერთი დესპოტი და საშინელი და მათ შორის თურმე საბერძნეთში ჩაუტარებია გენოციდი ბავშვებს. ეს საპატრიარქოს ჟამთაღწერელმა დაწერა ეს ყველაფერი. საპატრიარქოს ჟამთაღწერელმა რა დაწერა მე ვერ გეტყვი. ეს არის ისტორიული ფაქტები, მაგათ აკადემიაში მე არ ვიცი. მე ვერ გეტყვი. ეს არის ისტორიული ფაქტები. როგორ გეკადრებათ რა ისტორია? არ არის მეთქი. ტყუილია გეუბნებით. ეს არის გაყალბებული საბჭოთა ისტორია. ისტორიკოსებს მივანდოთ ისტორიკოსებს ეს თემა დახასიათება დაწერეს აზიზიის შესახებ. მე მაინტერესებს. არა, ეს არსებითი ამით დაიწყო, ეხლა შეიცვალა სიტუაცია, ეხლა სხვა არგუმენტებია რა. კარგი, შეიცვალა, არსებობს ესეთი პოზიცია. რა არის ამ პოზიციაში მიუღებელი? არაფერი არ არის მიუღებელი. ხელშეკრულება გაფორმების სტადიაშია. მიდის მოლაპარაკება. არ ვიცი ახლა პარიტეტულ საწყები მიუღებელი ჩემთვის ის არის, რომ 10 წელია ვერ დაადგა ამას საშველი რა. ვერავით არის პარიტეტი, ვერაფერი ვერ გაკეთდა და უმნიშვნელოვანესი ძეგლები დანგრევის პირას არის. 10 წლის მანძილზე შეიძლება იგივე სპეციალისტებს მე არ გახლავართ ახლა და არც თქვენ გაყადრებთ, არც მაყურებელს, რომ დავაკონკრეტო იქ რამდენი აგური ჩამოვარდა და რაღაცა და ბატონი ნიკა ვაჩეიშვილმა დარწმუნებული ვარ ეს იცის დეტალურად. ძალიან დეტალურად. და ეს პროცესი გრძელდება და ვინმე უნდა აიღოს პასუხისგებლობა, ეს თუ დაინგრევა და გასწორდება ლოგიკური და მარტივი. თუ ეს ასე მარტივების პროცესია რა, იცით რა ამ თემი ამ სიტუაციის ამ მოვლენებს ვერ გაუგებთ. ორ ხმაში მისაუბრეთ. თელი ამ სიტუაციის გაუგებრობა რაში მდგომარეობს, რომ თუ კი ასე სრულად სასიკეთოდ ძალიან ყველასთვის მიზანშეწონილებიდან გამომდინარე ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი, რატომ არის ეს დაფარული? ამაზეა ლაპარაკი, თორე თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ქართულ ძეგლებს ამით სიკეთე მიადგება და მართლაც ელემენტარულად ჩვენ რამდენი ძეგლი გვაქვს? დავანებოთ თავი ამ კონკრეტულად ორ ძეგლს, ხო? რამდენი ძეგლი აქვს თქვა სხვა
სხვა უამრავ აღსარებლობას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ფუნქციონირებს. ჩვენ ერთის აღდგენაზე როცა დავიწყებთ ლაპარაკს, რაც არ უნდა ოფიციალური წერილები მიიწეროს, აბსოლუტურად იგნორირება მოდის იქით ამ მხრიდან. საკმარისია სხვა მხრიდან წამოვიდეს ინიციატივა. ეს უკვე სამშობლოს ღალატად არის, გესმით? არის ღალატად. არა, თქვენ ბრძანებთ ამას, გესმით? თქვენ ახლა ხვდებით, რომ თქვენი თავის საწინააღმდეგოს ლაპარაკობთ, ახლა თქვენ ამას ხვდებით? არა, უკაცრავად რა. ურთიერთ გამომრიცხავ რაღაცებს ამბობთ. თქვენი ფრაზები თქვენ ერთ წუთში ამბობთ, სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდა და თქვა დეტალების დონეზე ხელშეკრულება არ არის შედგენილი და ამ ასე დეტალებზე არ არის. არა, თუ არაფერი არ არის, საიდუმლო რა არის მაშინ? რატო ადებს საიდუმლოს გრიფი? მე გეკითხები გრიფი ისეთ რა, გრიფის მნიშვნელობა ისეთ რა არის? იცით რა, არის ჟურნალისტი გამოითხოვა. მას ნიშნავს გრიფის დადება საიდუმლო. ერთ წუთში ამბობთ, რომ ოფიციალური წარმომადგენელი კულტურის სამინისტროდან ამბობს, ამბობს, რომ პუნქტების დონეზე ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, არის გაფორმებული არის. ნათელი არ არის არა, არ არის მომზადებული. ნათელი ჩემთვის არ არისო, ნათელი არაფერი არ ვიციო, გითხრათ საბაი. თქვენ გითხრათ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა რომ ამბობს, ოქმებს მოვიტანო, რომ არაფერი არ ვიციო, კომპეტენტური არა ვარო? აბსოლუტურად არაფერი არ არის გაფორმებული ჯერ ხელშეკრულება პუნქტობრივად. ეს არსებითად განსხვავებული რაღაცეებია. ჩვენ ვთხოვეთ ინფორმაცია ამ თემაზე. კონკრეტულად გეკითხებით რა. ერთი წუთით მე მოვახდენ მინისტრის ციტირებას. იმან გითხრა რომ არაფერი არ ვიციო, პუნქტობრივად ჯერ არ არის გაფორმებული. მეტად ალბათ საინტერესოა მინისტრის პოზიცია. 21 შეკითხვას გეუბნები. ფორმაცლით და როგორ კონკრეტულად არ მინდა შორიდან მომოვა. პუნქტები, რომელიც თქვენ ბრძანებთ, გაფორმებული არის თუ არა, ამაზე არავინ არ კითხო. რა პუნქტებია? გითხარით თქო და ამას ვერ არა გვაქვს ჯერ შედგენილი ხელშეკრულება ადამიანს მე მოვახდენ მინისტრის ძალიან დიდი ბოდიში ბატონებან არ გაინტერესებთ ნიკარუ რუამ რა თქვა 21 თებერვალს ტემპერატურა კიდე დააწიო თქვენ არის ჟურნალისტი რომელიც დღეს ესწრებოდა 10 მინდა ჟურნალისტი აგერახარ თქვენ და გენდობით მითხარით ისე იყო თუ ასე ვერ ამბობთ როგორ ვერ ვამბობ ჩვენ ვთხოვეთ ამ ხელშეკრულების თემატიკის გაცნობა თემებიც ვერ გაგვაცნო თემატიკა ვიცი თემატიკაზე ვსაუბრობთ ახლა ისე და ეს თქვენი არსებობს თემატიკა ზოგადად თქვენ ხართ თემაში ჩახედული სამწუხაროდ თქვენს გარდა თემაში ჩახედული არავინ არ აღმოჩნდა არა თქვენ რო ხართ კარგად მე გამაგებინეთ ერთი რამე კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა გითხრათ თემატიკა ნათელი არა კაცო მე რაც გავიგებ ბოდისვიხი თქვენ რაც გითხრათ იმას ვიმეორებ ახლა ამ წუთში ხელშეკრულება არის პუნქტობრივად არ არის ჯერ შედგენილი. საერთოდ ხელშეკრულების პუნქტებზე არ ყოფილა ლაპარაკი. არ ყოფილა ლაპარაკი, ესე იგი რა გრიფის არ არის ნათელი. გრიფის საიდუმლოსთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა სასამართლოში შეიტანა საქმე. არის ამის დოკუმენტი, ეს ადამიანი ახლა ეს მესმის რომ ეს სტრატეგიაა, რომ უნდა ხმაზე გადაფარო, რომ ადამიანის ხმა არ გაჟღერდეს. დამაცადეთ და გეტყვით. არის კონკრეტული ჟურნალისტი ნინო გვარს ვერ ვიხსენებ, რომელსაც აქვს შეტანილი სასამართლოში ამასთან დაკავშირებით სარჩელი და სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც არ გასცემს სახელმწიფო სხვადასხვა მიზნების გამო. დავამთავრეთ. შეუდგენელ ხელშეკრულებაზე არის გამოტანილი განაჩენი, თქვენ გინდა თქვა? კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, უბრალოდ არ არსებობს ტექსტის სრული ფორმულირება. ამის შესახებ ერთი წუთით ნიკა რურუას ციტირებას მოვახდენ 21 თებერვალს მან განაცხადა. საბოლოო ტექსტი იქიდან არ ჩამოსულა, რასაც ველოდებით და ხელი არ მოწერია, მაგრამ გადაწყვეტილია ეს ასე აუცილებლად ესე იქნება, იმიტომ რომ სხვანაირად დავკარგავთ ოშკს, დავკარგავთ იშხას და დანარჩენ ძეგლებს. ეს არის მინისტრის პოზიცია, მან გაახვა ნადად განაცხადა, რომ ყველაფერი ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილია. რეკლამაა ჩვენს ეთერში. რეკლამაა ჩვენს ეთერში. თქვენ მოგიყვანათ ქალბატონათიან კონკრეტული მაგალითი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ჯერ არ შემდგარ ხელშეკრულებაზე სასამართლომ გამოიტანა რატომ განაცხადა რომ საიდუმლოა ეს ხელშეკრულება სასამართლომ რატო გამოიტანა ეს გადაწყვეტილება? მე არ მინახია ამ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ დაგეთახმები. ქალბატონათიას ენდობი. ვერ დაგეთახმები. არა ქალბატონათიას ენდობი ხელშეკრულების შედგენა გასაგებია. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდეთ და გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი.
თქვენ უყურებთ არგუმენტებს, ჩვენი სტუმრები არიან თია გოგოტიშვილი, ლევან ჩოლოყაშვილი, ჩვენ საუბრობთ საქართველოს თურქეთს შორის არსებულ ხელშეკრულებაზე, რომლის დეტალებსაც ითხოვს საპატრიარქო და ითხოვს ასევე მოლაპარაკების პროცესში ჩართვას. ჩვენ რეკლამის დროს ქონდა გარკვეული საუბარი იმასთან დაკავშირებით, ბოლო-ბოლო ადევს თუ არა, გასაიდუმლოებულია თუ არა ეს ხელშეკრულება. ქალბატონ მათიამ, ასე რომ ვთქვათ, სცადა მოეპოვა ამ შესახებ ინფორმაცია ამ რეკლამის დროს და მე მინდა რომ გაგვაცნოს ამ შესახებ. ხო, ეს ჟურნალისტი, რომლის გვარი ბოდიშს მოხდით მე ვერ გავიხსენე, არის ნინო მიქიაშვილი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ გასცა პასუხი, რომ ამ მოლაპარაკებას მართლა საიდუმლო, ასე ვთქვათ, გრიფის სტატუსი აქვს და სამწუხაროდ იურისტი არა ვარ, მაგრამ მეშვიდად და მერვე მუხლი, როგორც არგუმენტი მოუყვანა, რომ ამის გამო, ვთქვათ, კანონმდებლობაში არსებული აი ამ მუხლების შესაბამისად ვერ იქნება ეს ინფორმაცია გასაჯაროებული. ეს არის მთელი პრობლემა. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმა ამ ჟურნალისტმა, ამ ქალბატონმა შემდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ამ თემასთან დაკავშირებით. მე ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს. საპატრიარქოს ინტერესი ნომერ პირველი ინტერესი არის თუ არა საპატრიარქოს მხრიდან, რომ გადარჩეს ოშკი და იშხანი. ამ საკითხს ესე უდგება თუ არა საპატრიარქო, როდესაც მეორე მხარე ამ შემთხვევაში საუბრობს. ეს არის რიტორიკული კითხვა, იცით, როგორ შეიძლება რომ ქართული კულტურული საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების აღდგენაზე ვთქვათ ვინმეს კონდეს სასიკეთო ასე ვთქვათ სურვილები და ამ დროს საპატრიარქო რომელიც ალბათ ამაში არავის ეჭვი არ ეპარება რომ თავის კულტურულ ძეგლებზე შეიძლება ყველაზე მეტადაც ზრუნავს ამაზე ლაპარაკი არ არის თეა მაგრამ თუ საპატრიარქო ესესვამ საკითხს რომ არდაშენში აშენდეს მცირე ზომის ბაზილიკა სადაც აღევლინება ქართული წირვა-ლოცვა და ასე შემდეგ ამ ხო შეიძლება დააზარალოს ერთგვარი მოლაპარაკებები და შემდეგ დააზარალოს პროცესი ოშკისა და იშხანის აღდგენის შესახებ. იცით რა განხორციელდება? მოდით მე ყოველთვის მიყვარს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე აქ და ამჟამად პრინციპით საუბარი. ლაპარაკი არის ორ საკითხზე. იმიტომ რომ ჩვენ შეგვეშინდეს რომ ვიღაც რაღაცას იტყვის, ამის გამო დავარღვიოთ კანონი და საქართველოს კულტურულ ძეგლებზე მოლაპარაკებებში საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად ეს პუნქტი დაირღვეს და საპატრიარქო იყოს გამოთიშული თუ საერთოდ არ ჩართული მოლაპარაკებაში ეს პირველი დარღვევა და მეორე თუ რომელია პირველი და მეორე არ მინდა ამაზე ახლა გამახვილება ყურადღების ადამიანებმა იცოდნენ რა პროცესი მიმდინარეობს რა საკითხები არის მოლაპარაკების თუ კონსულტაციების რეჟიმში ეს არის ნებისმიერი ადამიანის სამოქალაქო უფლება ეს არის დარღვევა და როცა ჩვენ ლაპარაკობთ რომ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას იმისი შიში რომ რაღაცა ისე არ იქნება გაგებული ან ვიღაც რაღაცას იტყვის ამის გამო დავარღვიოთ თავარი საბაზისო უფლებები და კანონი იქნას ასე ვთქვათ გვერდზე ავლელი მე ვფიქრობ რომ ეს არის თავარი პრობლემა და არაფერი სხვა. ბატონ ლევან ჩემ შეკითხვასაც რო ვასწრებ. თქვენ თუ ხედავთ რამე საშუალებას აი იმ ეტაპზე ის რაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენთვისაც, ჩემთვისაც რომ აი ესეთი კომპრომისული წინადადება განხორციელდეს. თუ ხედავთ ამაში რაღაც ბურუს და რაღაც აი საშინელება თქვათ რომ აღდგეს აზიზიეს მეჩეთი ბათუმში და აღდგეს იშხანი და ოშკი. აი თუ წარმოგიდგენთ რომ აი ამას შეიძლება იქ რაღაც ნაღმებია ჩადებული ისეთი რომელიც ამოქმედდება და მტრისას აი საპატრიარქო ბატონებთან მე ვეკითხები ქალბატონს თქვენ პირადად ხომ არ ამაში როგორ შეიძლება რამე ნაღმე იყოს ნაღმე არის მაგაშია ღმერთი დიდი მადლობა თუ შეიძლება დავამატებ ორი წინადადებას საერთოდ ნაღმე ყოველთვის არის ჩადებული გაუგებრობაში არა ეხლა ის ნაღმები ჩადებულია არცოდნაში ინფორმაციის დაფარვაში მე ამიტომ დავიწყე ეს საუბარი არავითარ ინფორმაციის დაფარო იმ დონეზე იმ დონეზე რა ჩვენ ვიცით ქალბატონ თეა არა ის დონე მე სასამართლოს დადგენილება როგორც აღმოჩნდა არასწორად ბრძანდებოდით არ გამოუტანია ჯერ ისედაც ეს სასამართლოს თემა ჩვენთან ხელწამოსაკრავია რატომღაც და სამართლინოა არა მოხდით მე ძალიან დიდ პატივს მივაგებ ჩვენ სასამართლოს ნუეცებით ახლა ჩემ ჩათრევას ამ თემაში თქვენ არა მთელი რიგი გასაგებია ბატონ ლევან ეხლა ჩემი კითხვის ჯერია ძალიან გთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი ბატონ ლევან მეორე საკითხი რომელსაც ითხოვს საპატრიარქო არის მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს რა არის ამაში ისეთი საწინააღმდეგო რომ
იყოს ჩართული საპატრიარქო ისტორიულ-კულტურული ზეგლების შესახებ ლაპარაკებაში. იქიდან თურქულმა მხარემ დააყენოს ჩვენ გვაქვს კონკორდატი, ბატონო ლევან. მოლები, ისინი რა ქვია, მუფტიები, იქით ამ მხრიდან იყოს სახელმწიფო. ეს თქვენი ინტერპრეტაციებია ეხლა. არა, ისე მე შეიძლება და არა მაქვს ჩემი მოსაზრების მისუფლება? თქვენი მოსაზრებაა ეს და არა სახელმწიფო თურქეთი არ აყენებს იქიდან რომ იცით ჩვენ ვართ ესეთ რეჟიმში რომ აქ ჩვენ გვაიძულებს ჩვენი მოლები, მუსლიმები ამ რეგიონის ქართული ბორჩხა რომელიც ქართული ეთნიკურად ქართველები არიან, ბევრი, რომ აი აქედან ნაწილი კიდე ანკარიდან და საიდანაც მოვლენ და ჩვენ ერთობლივად განვიხილოთ. ანუ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება იქიდან სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ქვია ანალოგიური ჩვენი კულტურის სამინისტროსი და დგება ხელშეკრულება და აქ არის მთავარი კომპრომისული ვარიანტი. აშენდება, აღდგება აქ აზიის მეჩეთი, აკეთდება ის. ძალიან დიდი ბედი სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე. აქ თუ არა, ქართულ ეკლესიას უფლება ჩაერთოს ამ უფლება კი არა. საკონსტიტუციო შეთანხმებით ეს ვალდებულება არსებობს. ბატონო ლევან, თუ კი ეს ვალდებულება ამ შეთანხმების მიხედვით, მაშინ რატოა პრობლემა ეს? მე არასდროს კანონის წინააღმდეგ არ წავსულ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რატომ გინდა? არა, თქვენი აზრი მაინტერესებს. თუ კი კანონიერების მომხრე ხართ. მე გეუბნებით ერთმანეთს, ერთ მომენტს ისე ვიმეორებ, რომ აი ეს კომპრომისი რაღაცნაირად ჩემთვის ძალზე მისაღებია. არა, გასაგებია თქვენთვის რომ ეს კომპრომისი მისაღებია. კიდე დამატებითი პირობები და რაღაცეები ხომ აი კანონის მომხრე კანონის მომხრე ვარ, კი ბატონო, ხო და აი გამოდის ისე რომ ხანდახან არის, როდესაც კანონი არ მოქმედებს. არა, რატომ ისრებ ხა თქვენ ჩემალებს ნამდვილად ამ რო დაიბრალოთ და ჩემალებს კითხულობს კიდე დავიჯერებ არა. თქვენ ეხლა მაგას ნახევხმელის სტატუსში გასაგებია, ანუ რას გულისხმობთ, კარგი. ის რომ ეხლა არის ხანდახან, როდესაც ეს კანონი პარლამენტისთვის არსებობს, რომ კანონები უნდა ცვალოს, ხო? აჰა. გააუმჯობესოს, დახვეწოს, შეცვალოს. სად მოვედით? სადაც ვიყავით? საკონსტიტუციო შეთანხმებაზე. ხო, გაუმჯობესოს. არ უნდა იყოს კანონში ისეთი ჩვენ ზოგადად კანონებში ისეთი რამე ჩადებული, რაც ქვეყნის განვითარებას რაღაცნაირად შეაფრთხილებს. ანუ თქვენი მიგაჩნიათ, რომ თუ კი ეს კონკრეტული შეთანხმება, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უშლის ხელს. არა, ეს არის თავარი ამ საკითხში. ხა კანონმორჩილებაზე თუ მელაპარაკებთ, ხო, მე მომხრე ვარ, ის კანონები რაც არის მიღებული მოქმედი, რა თქმა უნდა, იმას ყველა უნდა დავემორჩილოთ, განურჩევლად ასაკისა, აღმსარებლობისა სხვათა შორის. იქ ინტერკონფესიური რელიგიის წარმომადგენლები, ისინი ამბობენ სხვათა შორის იმას, რომ ჩვენ მაშინ რატო არ გვერგება რაღაცა პატარა უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც შარშან ზაფხულში მივიღეთ. არა, ისე ვიქავარ. ამაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. მე ვისაუბრებ, რომ რეგისტრაციის შესახებ კანონი მივიდა, ამას ისეთი ჟივილხივილი და ხელისუფლება მაშინ ძალიან კარგი რომ ეს გაგახსენდათ ეს საკითხი. იმიტომ რომ სწორედ იმ პერიოდში ხელისუფლება მუდმივად აპირებდა ამაზე აუცილებლად რომ კონკორდატს არაფერი არ ემუქრება, რომ ეს ხელშეკრულება იქნება ხელშეუხებელი და არ დაირღვევა. ირღვევა ამ შემთხვევაში საპატრიარქო აცხადებს რომ ირღვევა. მოდით, რადგან მოგეწონათ ის ბოდიშ ვიხდი და ორივე თეას გიხდით ბოდიშ, რადგან ესე იგი მივედით იქ, აი მას შემდეგ რაც ეს ყბადაღებული კანონი ბოლოს იყო მიღებული და აბსოლუტურად არაფერი აღმოჩნდა, მე თვითონ ყველა აღიარა, მაგრამ ნუ რომ არაფრისგან იყო შექმნილი ეს ქარიშხალი, ხო? ვითომ ქარიშხალი ჭიქაში ფაქტიურად, ხო? არაფერი. მას მე ძალიან ბევრი ურთიერთობა მაქვს, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთანაც და სხვა რელიგიურ უმცირესობებთან, რომელიც არასწორი ტერმინია უმცირესობა ახლა იქ მუსულმანები, ჩვენი როგორ ხო? არის ეს დამკვიდრებული ტერმინია ახლა, იმიტომ კი არა რომ მე მოსწონს არ მომწონს რა. თვითონაც არასწორი ახლა ეს ტერმინი. კი ბატონო, ანუ რისით მახსოვთ ბატონო ლევან? მე იმის თქვა მინდა რომ მაგალითად კათოლიკებმა მკითხეს, აი რომის სადესპანო ეკლესიის წარმომადგენლებმა რომ აი ამაშიც მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვათ ახლა აქ გამომდინარე კანონიდან შეიძლება საპატრიარქომ ის კონკორდატი გამოიყენოს ისე და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვერ გავეცი ამ ადამიანს პასუხი. მოგეხსენებათ ბათუმში, ცენტრში, გორში, ქუთაისში არის კათოლიკური ეკლესიები. თავისი აგებულებით, არა, კი, გეტყვით, მნიშვნელოვანია. აგებულებით, შპილებით, ვიტრაჟებით, ყველაფრით, კი ბატონო, გასაგებია. ფრიფონებით და ასე შემდეგ, სუფთა კათოლიკური, რომელიც ასლა აბაშის დროს ჩამოერთვა და გადაეცა. ამას დაგვიბრუნებთ თუ არა? მე რას დაგიბრუნებ? ანუ ბატონო ლევან, რო შევაჯამოთ თქვენი საუბარი, თქვენ ამბობთ, რომ მათ შორის საკონსტიტუციო შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.
ყველაფერი შეიძლება კი, გადაიხედოს. ბატონო. ყველაფერი. და ბევრი საჭიროა რამ გადაიხედოს. მე ვამბობ იმას, რომ ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგეს. გასაგებია. მე ვამბობ იმას, რომ სახელმწიფო როცა ძლიერია და რთული რო ჩვენი სახელმწიფო საკმაოდ ძლიერია, ასეთი მშენებლობების და ასეთი ხელშეკრულებების, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, უნდა განხორციელდეს და არ უნდა შეგვეშინდეს. არ უნდა შეგვეშინდეს. ის თუ მაშინ თურქეთი და ოსმალეთი იყო დამპყრობელი, ხომ? მე გეტყვით ერთ ფაქტს. ალბათ ალბათომათი ამის არა, ისე ვიქნებოდ. საინფორმაციო მოგდევს უკვე და იცით რომ ბიჭვინთაში არის უნიკალური კომპლექსი ანდრია პირველწოდებულის სახელობის, რომელიც ასევე დამპყრობლის იმ პერიოდში ბიზანტიელების იუსტინიანე პირველის იმპერატორის მიერ არის აშენებული. მაგრამ ვინაიდან დამპყრობლის არის, ამიტომ იმას არავინ არ ანგრევს, არავინ არ ეკუთვნის. გენდერული დისკრიმინაციაში ვარ ხალხო. გენდერული დისკრიმინაცია. ძალიან ცოტა დრო გჭირდება. ჩემი მე ახლა ნამდვილად ვერ გავყვები ეს ბევრი თემა წამოჭრა. არა, მე მაინტერესებს დავაფიქსირებ კიდევ ერთხელ საკითხს, რომ საქართველოს ეკლესია მოითხოვს თანასწორ საწყისებზე, პარიტეტურ, თანასწორ უფლებიან საწყისებზე გაცვლითი პრინციპით სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებაო საფუძველზე ეკლესიების თუ აქ რაიმე გაიხსნება, იქაც ამავე სტატუსით ამოქმედებას, გახსნას, აღდგენას, რეკონსტრუირებას თუ აშენებას. პარიტეტულ საწყისზე ეს პირველი საკითხი. მეორე რაც შეეხება საკონსტიტუციო შეთანხმებას. ჩემი ძალიან დიდი გულისწყრომა იყო ის, რომ საკონსტიტუციო შეთანხმების საკითხი დღეს ინტერრელიგიურ ჯგუფზე სხვა რელიგიურმა კონფესიებმა ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, გამოვიდა, იმიტომ რომ მათ დასძინეს, რომ ეს ორი საკითხი, რომ უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპები დაცული, ამაში სხვათა შორის კათოლიკების წარმომადგენელმა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ ამავდროულად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რამდენად კულტურული ძეგლების აღდგენის თემა უნდა იყოს გასაჯაროებული, აღმოჩნდა, რომ სხვა კონფესიების წარმომადგენლებისთვის ეს ინტერპრეტაციის, კანონის ინტერპრეტაციის თემა და ასევე კანონის ინტერპრეტაციის თემა არის, რამდენად უნდა იყოს საპატრიარქო ჩართული კულტურული ძეგლების აღდგენა, არ აღდგენის საკითხი. ეს არის ის, რასაც ჩემი ღრმა უხარებით ამის გამო არ მოხდა აი ამ ძალიან აბსოლუტურად უვნებელ თემებზე მხარდაჭერის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზანდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან გადავაჭარბეთ ყველანაირ დროს, ბატონ ლევან, შეუძლებელია. არის გათვალისწინებული, რომ ექსპონატები უნდა ინახებოდეს არა მუზეუმში, არამედ ეკლესიაში. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტროს ახალიამბები, გელის მაესტროს ახალიამბები. ირაკლი შიხოძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკა ბერიძის სტუმრები იქნებიან. ირაკლი ალასანია, ზურაბ ბიგლავა. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.